ესე იგი დღევანდელი თემა არის ავტომატიზაცია, ტესტირების ავტომატიზაცია კონკრეტულად და მე გადავალთ ერთ-ერთ ტესტირების ავტომატიზაციის ფრეიმვორკზე, რომელიც არის Selenium. წინა შეხვედრაზე გავიარეთ მანუალურ ტესტირებასთან დაკავშირებით იყო ტიპები და ლეველები, რომელზეც რაღაც საკითხები გავიარეთ, მაგრამ იმის ჩაშლაც სამომავლოდ მოხდება უფრო ღრმად, თითოეულ ნაწილს გავივლით. და მაგაზე შემდეგ კვირაში ალბათ იქნება 1 ან 2 შეხვედრა. დღევანდელს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენ შესახებ, რომ ვართ ესე იგი ამ მიმართულებებით დაინტერესებული ადამიანები. ვცდილობთ, რომ ჩვენი წოდნა და გამოცდილება გაუზიაროთ ყველას, ვისაც ეს საჭირო იქნება. დამწყებებისთვის თუ სინიორებისთვის და ვინც თქვათ წლები ამ სფეროში მუშაობს და ასევე მივცეთ მათ საშუალება, რომ კონდეთ რაღაცა პლატფორმასავით, სადაც ექნებათ საშუალება სხვას გადასცენ მათი აზრი და გაუზიარონ და მიიღონ, თქვათ, დააგროვონ კონტაქტები და ინფორმაცია ამ სფეროში და მათი საქმის გარშემო. კი ბატონო, დღევანდელ თემაზე გადავიდეთ მაშინ, რა არის ტესტირების ავტომატიზაცია და რატომ უნდა გამოვიყენოთ ის. აქ ახლა ძალიან ზოგადი, ესე ვთქვათ, სათაურებით წერია და თითოეულზე შეიძლება რომ რაღაც ღრმად ვისაუბროთ, მაგრამ ესე ზოგად მიმოხილვას გავაკეთებ. ესე იგი, რა არის ტესტირების ავტომატიზაცია? როგორც იცით, მანუალური ტესტირების შემთხვევაში ხდება, ესე ვთქვათ, ადამიანი ძის კომპიუტერის წინ, რაღაცა ექშენებს აკეთებს, წინასწარ განსაზღვრულს ან ექსპლუატორის შემთხვევაში რაღაცებს რენდომად აკეთებს და ცდილობს, რომ ნახოს ხარვეზი პროგრამაში პირობითად ან აპლიკაციაში. შემდეგ ეს ხდება, ამისი ჩაწერა ხდება, თქვათ, ჯირაში პირობითად ან რომელიმე bug tracking სისტემაში და მერე უკვე რაღაც flows გადის. და ეს შეიძლება ეს პროცესი ვაქციოთ ავტომატურად. ის ყველაფერი, რასაც ჩვეულებრივი იუზერი ან ტესტერი აკეთებს, შეიძლება იქცეს ყველა სტეპი ავტომატურ ტესტად და ეს ჩვენი ქმედებები, ექშენები გააკეთოს რობოტმა და კოდმა. უპირატესობები, რაც აქვს, არის ერთ-ერთი, რომ სხვადასხვა ხელსაწყოებთან და სხვადასხვა პროგრამებთან, ესე ვთქვათ, ფრეიმვორკებთან ინტეგრაცია შესაძლებელია ამ ავტომატური ტესტების. შესაძლებელია არის, რომ მიღებული, ესე ვთქვათ, შედეგებიდან გავაკეთოთ სხვადასხვა ტიპის რეპორტები, თქვათ, ვიზუალურად ვაჩვენოთ, რამდენი ტესტი გაფეილდა, თქვათ, რამდენი ვერ გაეშვა, რომელ გარემოზე იყო, თქვათ, მერე შედეგები შეგვიძლია ვიდეო ჩავიწეროთ ან სკრინები ჩავიწეროთ, რა დროსაც რაღაც იმ შედეგს არ დაგვიდებს, რაც გვეწერა. და ასე შემდეგ, რეპორტი ძალიან ბევრნაირი შეიძლება გავაკეთოთ, ტექსტურიც და ვიზუალურიც. სხვადასხვა მანქანაზე და ლოკაციაზე და გარემოზე, ეს რას გულისხმობს, რომ ესე იგი შეგვიძლია ეს ჩვენი ავტომატური ტესტები, რაც გვაქვს დაწერილი, გავუშვათ როგორც Windows პლატფორმაზე, PC-ის შემთხვევაში, mobile პლატფორმებზე, macOS საპორტებს, ან როგორც იცით, Linux-ი, ყველა საოპერაციო სისტემა, რაც არსებობს, უმეტესი, შეგვიძლია რომ ამაზე გავუშვათ ჩვენი ავტომატური ტესტები. და შესაბამისად სხვადასხვა გარემოში რა იგულისხმება, რომ უმეტესად ვებ აპლიკაციებს აქვს მაგალითად production გარემო, pre-production-ი, რაღაცა staging-ი, testing-ი, შეიძლება production-ი კიდე სხვადასხვა გარემოებად იყოს გაყოფილი, გააჩნია რა აპლიკაციასთან გვაქვს საქმე და რამდენად რთული არის ყველაფერი. ამიტომ ეს ტესტები ავტომატური გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიტომ შეიქმნა ზოგადად ერთ-ერთი მიზანიც ეგ იყო, რომ სხვადასხვა პლატფორმებზე და სხვადასხვა გარემოებზე მომხდარიყო მარტივად ამ ყველაფრის გაშვება და ტესტირება.
მანქანებზე ხო გითხარით, ანუ შეიძლება რომ ჩვენ მანქანაზე გავუშვათ ლოკალურ კომპიუტერზე, შეგვიძლია cloud-ზე ავიღოთ რაღაც ინსტანსი და იქ გავუშვათ. შეგვიძლია კონტეინერში ჩავსვათ რაღაც აპლიკაციასთან ერთად და იქ შიგნით გაეშვას და ასე შემდეგ. სხვადასხვა პროგრამებთან ინტეგრაცია რას გულისხმობს? ანუ ჩვენ როცა ვწერთ, ანუ ეს თავიდანვე უნდა განისაზღვროს ალბათ ავტომატური ტესტის და ფრეიმვორკის დაწერის საწყის ეტაპზე ვერა ვიცოდეთ რაღაც პროგრამებთან თუ საჭირო გახდება ამ კოდის ინტეგრაცია. რაც გულისხმობს, რომ თქვათ არის რაღაც API ტესტების სოფტები, რომელიც ინტეგრაციად შეგვიძლია რომ გავაკეთოთ UI ტესტების სკრიპტებთან. ძალიან ელემენტარული რაღაც რო გითხრათ, შეიძლება იყოს ტესტი, რომ users ვარეგისტრირებთ რაღაცა გარემოზე და ამ user-ის დარეგისტრირებისას შესაბამისად ბაზაში რაღაცა იქმნება, ხო, ჩანაწერები. იმისათვის რომ რაღაც ესე ვთქვათ trash data არ გქონდეს, საჭიროა რომ ეგ ამოიშალოს ბაზიდან, ამიტომ შეგვიძლია რაღაც API soft-თან მივაბათ ეს ჩვენი დაწერილი სკრიპტი, რომელიც ბაზაში წავა, ანუ API-ის გავლით, პირდაპირ ბაზის connection-ით შეგვიძლია გავაკეთოთ და ამ user-ის data-ს წაგვიშლის, რაც დავარეგისტრირეთ. სხვადასხვა რეპორტინგის სოფტები არსებობს, კიდე შეგვიძლია მაგაზე მივაბათ. არის კიდევ უფრო დიდ პროექტებში გამოიყენებენ ლოგირების სისტემებს. მაგალითად არის Greylog-ი და კიდე რამოდენიმე მსგავსი, ესე ვთქვათ, solution-ი, რომელთაც ლოგავენ სისტემაში ყველაფერს, ასე ვთქვათ, რაღაცა მიკროსერვისი რო გაისვრის exceptions ნახავენ საიდან რა მოთხოვნა წამოვიდა და რატო გაისროლა, რომელ კოდის line-ზე მოხდა ეს შეცდომა და ასე შემდეგ. მსგავს, ასე ვთქვათ, რეპორტინგის solution-ებთან ინტეგრაციაც შესაძლებელია ჩვენი ავტომატური ტესტების. ხო, კითხვები თუ გექნებათ პარალელურად ჩატში მოიწერეთ და გაგცემთ პასუხს. რაც შეეხება დროისა და ენერგიის დაზოგვას, აქ კითხვის ნიშანი სპეციალურად დავსვი, იმიტომ რომ ცოტა ისეთი საკამათო საკითხია. ხშირად არის, რომ რაღაც გქონიათ, რომ რადგან ავტომატური ტესტები დაიწერება, პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ დროს დაგვიზოგავს. ანუ სხვანაირი გაგებაც აქვს ამას, გააჩნია ვინ წერს, რა დონეზე წერს და ესე ვთქვათ, მიდგომა ბიზნესის მხრიდან როგორ არის. ანუ თუ ავტომატური ტესტერს ინჟინერს ეუბნებიან რომ რაღაცა ვთქვათ 10 გვერდის ფუნქციონალი მინდა რომ იყოს ავტომატიზებული 2 კვირაში, პირდაპირ შეუძლია უთხრას ინჟინერმა რომ ამის შედეგი იქნება ცუდი. ანუ დრო არ არის იმის შესაბამისი, რომ თქვათ ამ 10 გვერდის და ფუნქციონალის ტესტები დაიწეროს იმ დონეზე, რომ მე ბიზნეს დრო და ფინანსები დაუზოგოს. ანუ სრულად გადაყრილი თანხა გამოვა ამ შემთხვევაში. ამიტომ წინასწარ კარგად უნდა განისაზღვროს ის რისკები არსებობს, რომ ცუდად გამოვიყენოთ ტესტერების რესურსი და გაუაზრებლად არ უნდა ვწეროთ რაღაც ტესტები და არ უნდა დავფაროთ ეს სცენარები. თორემ ზოგადად რომ ავიღოთ მაგალითად რაც უახსენე რომ ავტორიზაციის ან რეგისტრაციის ტესტი, ის რომ მანუალურ ტესტირების დროს გჭირდება მაგალითად 5 წუთი იმისთვის რომ იუზერი დავარეგისტრიროთ, თან პარალელურად შევამოწმოთ რაღაცა ვალიდაციებზე თქვათ იუზერში რომ არ იწერებოდეს რაღაცა სიგრძეზე მეტი ასოები, სიმბოლოები, თქვათ იმეილის ფორმატი რომ სწორი იყოს და ასე შემდეგ ვალიდაციების შემოწმებაზე დაახლოებით ალბათ საშუალოდ 5 წუთს ავიღებთ და ეს ყველაფერი ავტომატურში რომ გადავწეროთ, შეიძლება ამისთვის დაგვჭირდეს რამოდენიმე დღე, იმისთვის რომ სრულყოფილად იყოს დაწერილი, მაგრამ სამომავლოდ როცა თქვათ თუ დიდ აპლიკაციაზე რა თქმა უნდა საუბარი, ანუ პატარა აპლიკაციებზე და short term-ზე რაც არის გართვლილი, არ ღირს სამი ინვესტიციის ჩადება, ისევე ჯობია რომ მანუალურად გავაკეთდეს.
თუ დიდი აპლიკაცია და ასე თქვა დიდხანს გრძელდება ეს პროექტი, მაშინ ჯობია რომ ეგ რამოდენიმე დღე დაიხარჯოს და შემდეგში ყოველი რეგრესიის დროს ან რაღაცა ფიჩერის დამატების დროს 5 წუთის ნაცვლად დაიკარგება რამოდენიმე წამი. შეიძლება ალბათ 1 წუთამდეც გაგრძელდეს, მაგრამ განსხვავება დიდი არის ახლა ბიზნესისთვისაც. როცა მიდგომა მაგალითად არის მithumetes ერთკვირიანი სპრინტები როცა აქვს და თითოეული წუთი და საათი მნიშვნელოვანია ახალი ფიჩერების დანერგვისთვის. ამიტომ ხო ეს ბიზნესმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს და ტესტერმა ესე ბრმად არ უნდა მიიღოს დავალებები, რადგან ესე უნდა ბიზნესს ესე უნდა გავაკეთო არ უნდა თქოს რა. ხო, ავტომატიზაციის ზოგადი პლუსები რაც არის არა მარტო ტესტირებაში, არამედ სხვა სფეროებშიც, ესაა რომ ძირითადად დროისა და ენერგიის დაზოგვა ხდება, მაგრამ ადრეც ვახსენე შეხვედრებზე რომ სწორი მიდგომა არის საჭირო. ხო, თუ ამაზე გაქვთ კითხვები, მოიწერეთ. შემდეგი გვაქვს ესე იგი ავტომატური ტესტირება ჯობია მანუალურს. ხო, ეს ცოტა უფრო იმ თემას შეეხება, რაზეც ახლა ვსაუბრობდი, ან ბევრი ამბობს ამას, რომ რაღაცა მანუალური ტესტირება, თქვათ, ცუდი არის, რაღაცა ვისწავლი და მე ავტომატურზე გადავალ და რაღაც. ორივეს აქვს პლუსები და მინუსები რა. სრულად full time მანუალური ტესტერი შეუძლია გახდეს, იყოს სინიორი და საერთოდ არ იფიქროს ავტომატიზაციაზე. და დასაფასებელი პროფესია არის ნამდვილად. არ არის აუცილებელი ყველა რომ ავტომატიზაციის ტესტერი იყოს, ავტომატიზაციის ტესტერი რომ მე თქვათ დეველოპერი გახდეს და ასე შემდეგ. ანუ მესმის რომ ამბიციები გვიჩნდება იმისი რომ განვითარდეთ, მაგრამ თუ ამ სფეროში მაგალითად მანუალური ვართ და სინიორ დონეზე ვართ, ძალიან კარგად ვასრულებთ ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს, მაშინ აუცილებლად თუ გულით არ გინდათ კოდის წერა და რაღაცა, ჯობია რომ დარჩეთ მანუალურზე და ძალიან დიდი სფერო არის, ბევრი რაღაცების აღმოჩენა და განვითარება შეიძლება და რუტინული რო არ იყოს ეს ყოველდღიურობა, მაგაზე ხელი შეწყობა შესაძლებელია რა, ისე თქვენ თავს უნდა შეუწყოთ ხელი, რომ არ თქვათ რომ აი ეს მანუალური აღარ მინდა და აუცილებლად ავტომატურზე უნდა გადავიდე. ან საერთოდ სხვა სფეროში წავიდეთ. როგორც გითხარით, თუ სწორად დაიგეგმება, ეს ორი მხარე ერთმანეთს ხელს შეუწყობს იმისთვის, რომ ორივემ ისარგებლოს და ესე ვთქვათ, შეიკრას თიმი და საერთო შედეგი მიიღოს, როგორც ბიზნესმა, ასევე development team-მა. რა არის Selenium? ზოგადად ძალიან მოკლედ გეტყვით, არის open source პროექტი, framework-ი. გამოიყენება ტესტირების ავტომატიზაციისთვის, შეიქმნა ბევრი წლის წინ, დაიწყო ამაზე მუშაობა და დღემდე მიმდინარეობს განახლებები. 2004 წელს Jason Hugginsმა დაიწყო ამაზე მუშაობა, მერე სხვა დეველოპერებთან და ტესტერებთან ერთად განავითარა. სხვა მერე ეს community რაც შეიქმნა, ეგენიც ძალიან ეხმარებიან ამ მომენტისთვისაც. მალე ველოდებით რომ ახალი ვერსია გამოვა და ბევრი გაუმჯობესებები იქნება. ამიტომ არის ეს framework-ი ერთ-ერთი საუკეთესო და ალბათ პირველი, რასაც ყველა პროექტში მე თვითონ ავირჩევდი, რომ ამით გამეკეთებინა ტესტირება. თუ რაღაც სპეციფიკური არ არის ძალიან განსაკუთრებული მოთხოვნები, თუ არ არსებობს ბიზნესის მხრიდან. ხო, web-based აპლიკაციებისთვის გამოიყენება ძირითადად, მაგრამ არის რაღაცა კომპონენტები, რომელიც სხვაგანაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. რატომ უნდა ვისწავლოთ და გამოვიყენოთ Selenium-ი? Open source-ი რო აგითხარით, ანუ ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა მაგის განვითარებაში და development-ში. თუ რამეს ნახავთ, შეგიძლიათ ჩაერთოთ და რაღაც pull request-ები გააკეთოთ. უფასოა როგორც ინდივიდუალურად, ასევე ორგანიზაციისთვის, ხო, ანუ შეუძლია თქვათ ორგანიზაციამ
გამოიყენოს ეგ თული და არ გადაიხადოს მაგაში რაღაცა წლიურად $1000 არის ბევრი ეგეთი solution-ი, რომელიც UI soft-ი არის, GUI ინტერფეისი აქვს და იხდიან ძალიან ბევრ ფულს და ალბათ უმეტეს შემთხვევაშიც თუ კარგად არ არის მენეჯმენტი მაგ თულის, უფრო ცუდ შედეგს იღებენ, ან იგივე შედეგს იღებენ, როგორც Selenium. ამიტომ მგონია, რომ ბიზნესმა უფრო Selenium-ი უნდა აერჩიოს ძირითად შემთხვევებში და არ გადაყაროს რაღაცა ხარჯები, რომელიც შეუძლია პროექტს მოახმაროს. ან თანამშრომლების ხელფასებს. ხო, სხვადასხვა საოპერაციო სისტემაზე ესეც ხელმისაწვდომია, როგორც უმეტესი ფრეიმვორკი ავტომატიზაციისთვის. მხარდაჭერილი არის ძირითად პროგრამულ ენებზე, როგორც არის C#, .NET, Java, Python, Ruby და ასე შემდეგ. ხო, JavaScript. რაღაც ენას ალბათ გაგიჭირდებათ იპოვოთ, რომ იმაზე საპორტი არ ქონდეს Selenium-ს რა. რა მოთხოვნა უნდა იყოს ისეთი, რომ Selenium-ი არ გამოგვადგეს ავტომატიზაციისთვის. ხო, შეიძლება არის რაღაცა პლატფორმები, მაგალითად mobile პლატფორმების ტესტირებისთვის. თქვან რომ რაღაცა თქვათ Appium-ზე გვინდა, ან რამე სხვა ესეთი soft-ზე გვინდა, სადაც პირდაპირ Selenium-ი არ არის და ეს კოდს ავწერთ და UI-დან ვაკეთებთ ტესტებს. არის რაღაცა Catalan Studio არის რაღაც ესეთი soft-ები არის, რომელიც საბოლოოდ ბევრი ხარჯი ჭდება კომპანიის მხრიდან. CI/CD პროცესში გამოიყენება Selenium-ი. ხო, ანუ შეგვიძლია ეს ჩვენი დაწერილი სკრიპტი სრულად ჩავაშენოთ იმ ინტეგრაციაში, თქვათ Jenkins-ში ან რამე სხვა tool-ში და როდესაც რაღაცა ფიჩერის დანერგვა მოხდება, ეს ჩვენი ტესტები გაეშვას, ბრაუზერი გაიხსნას, რაღაცები გააკეთოს, შედეგები მოგვცეს და ამ შედეგებიდან გამომდინარე მერე გაგრძელდეს CI/CD პროცესი სხვადასხვა ლოგიკაზე დაფუძნებული. Soft-ებს ბიზნესი არჩევს, ანუ ხშირად ბიზნესიც არჩევს ხოლმე თუ არ არის მიდგომა, რომ დეველოპერმა აირჩიოს აუცილებლად. ან პროექტ მენეჯერი არჩევს ხოლმე. ანუ შემხედრია მე ბევრი ეგეთი ორგანიზაცია და ამიტომ ვამბობ, მაგრამ ბევრიც არის ისეთი, რომ სრულ თავისუფლებას აძლევს დეველოპერს და ტესტერს, რომ რაც კარგია და მისთვის, ისე ვთქვათ, გამოსადეგი იქნება, მაგითი იმუშაოს. და ძალიან დასაფასებელია ეგეთი მიდგომები კომპანიის მხრიდან, რომ მე თანამშრომელს არ უჩნდება იმის ფიქრი, რომ რაღაცა მოსაბეზრებელი ხდება და არ უნდა იმ პროგრამაში მუშაობა და ძალით ამუშავებენ, ეგრე არ ხდება ხოლმე და ეს თუ გადავა ყველა კომპანია ძალიან კარგი იქნება. ხო, ინტეგრაცია სხვადასხვა ხელსაწყოებთან მარტივი არის, ესე იგი არსებობს რაღაცა ფრეიმვორკები unit ტესტებისთვის, ძირითადად და ამასთან ინტეგრაციაც შეგვიძლია JUnity, TestNG, რაღაცა ესეთი მსგავსები არსებობს, რომელთანაც შეხება გექნებოდათ ალბათ უმეტესობას. მხარდაჭერილია Selenium-ში პარალელური ტესტირება, ანუ შეგვიძლია ერთდროულად რამოდენიმე ბრაუზერზე გავუშვათ სხვადასხვა ტესტები. Selenium Grid-ის საშუალებით შეგვიძლია დისტანციურ მანქანაზე გავუშვათ, ანუ ჩვენ ლოკალური მანქანიდან რომ დავუძახოთ რაღაცა სასერვერო კომპიუტერზე, ესე ვთქვათ, კონკრეტულ ტესტებს და იქ გაეშვება ბრაუზერები და ჩვენ დაგვიბრუნდება რეზულტატი იმ ტესტების. რომ ჩვენი ლოკალური მანქანა არ დაისტრესოს და შეგვიძლია რაღაცა ბრაუზერზეც კი გავაკეთოთ აპლიკაცია ან ინტეგრაცია, რომ იქიდან გავუშვათ და საერთოდ არ დაიტვირთება ჩვენი კომპიუტერი, გაეშვება სადღაც cloud-ზე და გვიბრუნდება ეგ დატა. გრაფიკული ინტერფეისი არ მოითხოვება ტესტების გასაშვებად. ხო, ეს ერთ-ერთი პლუსი არის, შეგვიძლია თქვათ NUnity-ის დახმარებით ან JUnity-ის დახმარებით ტერმინალიდან გავუშვათ კონკრეტული ტესტები და რაღაცა ღილაკებზე დაჭერა არ მოგვიწევს რა.
ეს ზოგისთვის პლუსია, ვისაც ტერმინალში ურჩევნია მუშაობა, ზოგისთვის UI-ზე უკეთესად აღიქვამს და მაგაზეც მორგება შესაძლებელია ძალიან მარტივად. ხო, ამის გარშემო თუ გაქვთ კითხვა, მითხარით და დემოს გაჩვენებთ, რომელიც არის ძალიან ესეთი პრიმიტიული, სადაც გამოყენებული მაქვს Selenium-ი, Selenium-ზე დაფუძნებული Q ასისტენტი, რომელიც არის ჩემი დაწერილი და ეხლა საწყის ეტაპზე არის. არის საჯაროდ, შეგიძლიათ ან C#-ზე დაწერილი, Nugget.org-ზე არის და შეგიძლიათ დაამატოთ ნებისმიერ პროექტში. ხო და თუ გამოიყენებთ ფიდბექიც მომეცით ძალიან კარგი იქნება. გაჩვენებთ ახლა ამ პროექტს. ჩანს ხო? აქ გამოყენებული არის ესე იგი Selenium-ი, როგორც გითხარით. Selenium WebDriver-ი და Chrome-ის driver-ს ვიყენებ კონკრეტულად. რომელიც ლოკალურად არ მაქვს, ანუ პროექტის დაბილდვის დროს თვითონ გადააქვს იმ საქაღალდეში, სადაც ეს პროექტი უნდა გაეშვას. გამოყენებული მაქვს ასევე SpecFlows framework-ი, რომელიც იყენებს BDD ფორმატში დაწერილ ტესტებს. ადრე წინა შეხვედრებზე გავიარეთ, ეს არის BDD ფორმატში დაწერილი რაღაც, მაგალითად ლოგინის ფიჩერის ტესტი, ავტორიზაციის და აქეთ გვაქვს რეგისტრაციის. ამის შესაბამისი, ესე ვთქვათ, მეთოდები არის აღწერილი კონკრეტულად რაღაც კლასში. სადაც ვიყენებთ უკვე Selenium-ის პატერნი არის page object მოდელი. Page object მოდელი გვაქვს აქეთ აღწერილი, მაგალითად ლოგინის page-ი. აქ გვაქვს Selenium-ის iWeb ელემენტები, ანუ ის რაღაცა ღილაკები, ინპუტები და ასე შემდეგ, რაზეც უნდა მოხდეს მოქმედებები. შემდეგ შიგნით გვაქვს რაღაცა პატარა ფუნქციები, რომლის გამოძახებაც შეგვიძლია. ამ page object models გადავუცემთ, ესე იგი ტესტის მეთოდები, სადაც გვიწერია, ანუ სტეპები. მაგალითად, აქ რო გვიწერია, რომ user navigates to the login page, ამისი შესაბამისი რაღაცა ლოგიკა წერია აქ. შემდეგ, როდესაც user-ი და paroli შეყავს, წერია აქ და ესე მოყვება. ამის საფუძველზე მე გენერირდება რეპორტიც და გავიგებთ რაღაცა სტეპზე თუ გაფეილდა, მაგალითად user-მა თუ დააჭირა ავტორიზაციის ღილაკს და შემოწმდება აქ რომ რაღაცა ვერ მოხდა ავტორიზაცია, ანუ აქ ამოწმებს რომ ჩემი სახელი და რაღაც გვარი ავტორიზაციის მერე გამოჩნდეს კონკრეტულ ადგილას. თუ ვერ გამოჩნდება, ეს გაისვრის exceptions, მაგას დავიჭერ და შემდეგ რეპორტში ავსახავ. ესეც ხდება ავტომატურად. ხო, hook-ებში გვაქვს, ესე იგი, before test და after test მეთოდები, სადაც ტესტის გაშვებამდე ინიციალიზაციას ვუკეთებთ რაღაც web browser-ის drivers, ამას ვარეგისტრირებთ აპლიკაციის დონეზე და შემდეგ injections ვუკეთებთ იქ, სადაც საჭიროა ამ შემთხვევაში რეგისტრაციის სტეპებში. ეს დრაივერი, მე ვთქვათ, Chrome-ის დრაივერი გადაეცემა page object models და აქ ხდება იმ ღილაკების და ასე შემდეგ ელემენტების ინიციალიზაცია. ეხლა გავუშვებ ამას. თვითონ ამას დავარედაქტირებ რომ გაიშვას. ეს არის NUnit-ის გამოყენებით გაშვება, ესე იგი SpecFlows-ი და უკან არის Selenium-ი და driver. ეს არის ავტორიზაცია. ანუ ისე სწრაფად ხნა, როგორც დავინახეთ მაგისი
შედეგი, მაგრამ რეალურად შემოწმებული არის. და ესეც რეგისტრაცია. აქ ახლა რეგისტრაციაში ვალიდაციებს არ ვაკეთებ და როგორც ვნახე, 23.7 წამი დაჭირდა, ანუ მანუალურზე რო გადავიყვანოთ, მიხვდებით რამხელა განსხვავება არის. ვალიდაციებიც რო დავამატო, ალბათ მაქსიმუმ 1 წუთამდე შეიძლება ავიდეს. მსგავსი მიდგომით, აი აქ რაც აღწერე, შეგიძლიათ ძალიან მარტივად გააკეთოთ პროექტი. ეს ყველაფერი არის საჯარო და უფასო, SpecFlow-ს რაც შეეხება არის უფასო ვარიანტიც და ფასიანიც, მაგრამ უფასოზე თითქმის ყველაფერი არის ხელმისაწვდომი და არ გაგიჭირდება. ხო, demo პროექტს რაც შეეხებოდა არის ეგ, თუ კითხვები გექნებათ, გამოვშვით, შეგიძლიათ ჩვენ Facebook ჯგუფში შემოგვიერთდეთ, გავაგრძელებთ ამ სახის შეხვედრებს და შეიძლება კიდე სხვა ფორმატში გადავიდეთ და ველით ასევე ნებისმიერ მსურველს, ვისაც რაიმე სახის ინფორმაციის გაზიარება დაჭირდება. კი, რეგისტრაცია ბოლომდე გადის, ანუ რეგისტრაციის მერე ხდება ავტორიზაცია, ანუ პროფაილ პეიჯზე გადასვლა და ტესტ სკრიპტი აკეთებს ამის ვალიდაციას. უბრალოდ ეს რაღაც მილიწამებში ხდება და ამიტომ შეიძლება ვიზუალურად ვერ დაინახოთ. დებაგ მოუწევ გავუშვათ, გამოჩნდება. ეხლა მე მგონი მიტინგი გაითიშება და რა ვიცი, კითხვებიც არ არის. თუ რამე აზრი გექნებათ ამასთან დაკავშირებით, ან კითხვები შეგიძლიათ ჯგუფში მოიწეროთ და აუცილებლად გიპასუხებთ. მადლობა დედი, საინტერესო იყო ძალიან. მადლობა შენ რომ მომისმინე. რამდენჯერმე როცა უშვებ ერთ და იგივე ტიპს, როგორ არეგისტრირებო. ანუ აქ ახლა სტატიკურად მაქვს გაწერილი იმეილი, ამიტომ შევცვალე წეღან ხელით. შეგვიძლია რენდომად დავაგენერიროთ, რაღაც რენდომ სტრინგით შევქნათ იმეილი, ან არის სერვისები იმეილის, რომელიც გვაძლევს რაღაც რენდომს და დროებით ვამუშაოთ. იმ იმეილზე მე შეგვიძლია რეალურად მივიღოთ, თქვათ, იუზერის ვალიდაციის რაღაც ლინკი და ესეც ავტომატური გავაკეთოთ, რომ იმ ლინკზე გადავიდეთ და იუზერი დავავალიდოთ. ხო, ანუ მაგის პრობლემა არ არის, რომ რაღაცა ყველაფერი სტატიკურად რო გვიწერია, მაგალითად user ID, username, user-ის სახელი და რაღაცები ყველაფერი შეგვიძლია გავხადოთ დინამიური და რენდომაიზერი გამოვიყენოთ. იგივე პაროლებში, იგივე იმეილებში და ასე შემდეგ. ამ მიდგომას რაც განახეთ, ანუ ეს ჩარჩო რაც მაქვს ახლა ძალიან პრიმიტიულად დაწყობილი, შეგვიძლია მოვარგოთ სხვადასხვა გარემოებსაც, როგორც ვახსენე ცოტა ხნის წინ პრე-პროდაქშენი, ტესტინგი და ასე შემდეგ. და ერთ-ერთი გამართლებული მეთოდი არის ეს, ამიტომ გირჩევდით თუ სხვანაირად არის დაწერილი თქვენი ამჟამინდელი ესე ვთქვათ ტესტირების ფრეიმვორკი და საწყის ეტაპზე ხართ, იმიტომ რომ დიდ პროექტზე ცოტა რთული იქნება შეცვლა, მაგრამ თუ საწყისზე ხართ, page object მოდელი გაარჩიეთ, SpecFlow გაარჩიეთ, თუ BDD ფორმატში წერთ, თუ არა და ჩვეულებრივ ფორმატსაც ასაპორტებს და NUnity ან რამე მსგავსი ფრეიმვორკი გამოიყენეთ, სხვადასხვა ენაზე სხვადასხვა ფრეიმვორკები არსებობს. და რეპორტინგიც ძალიან მარტივი არის, რომ დაამატოთ და მაგაზე თუ გექნებათ კითხვები, გამოვუშვით ჯგუფში და აუცილებლად დაგეხმარებთ. კარგი, მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებებს გისურვებთ თქვენ საქმიანობაში და გელოდებით შემდეგ შეხვედრებს. წარმატებები ასევე, ესე გააგრძელეთ, კარგია ძალიან. მადლობა. პირიქით გიორგი, დიდი მადლობა თქვენ, წარმატებები.
წარმატებები.